შარდი როგორ გროვდება საშარდეში? როგორ გროვდება? თირკმელი გამოყოფს, შარდსაწვეთით შემდეგ ჩამოდის შარდსაწვეთის პერისტალტიკა, როგორც ნაწლავშია, ისეთივე პერისტალტიკა, ასე სამი შევიწროება შარდსაწვეთს, ამ შევიწროებებს გადის და შემდეგ ჩადის უკვე სფინქტერია. შარდის ბუშტიდან და იმ სფინქტერში გადის. ანუ სფინქტერი იმიტომ რომ შარდის ბუშტი კუნთოვანი ორგანოა და რომ გაივსება იქნება რომ გაიზრდება, სფინქტერი არ იყოს უკან აღება თირკმელში. და ისე როგორც ვთქვათ, აქ სფინქტერი თქვათ საყლაპავი და კუჩს გადასასვლელში 12 გოჯაში გადასასვლელში შეიძლება შარდსაწვეთს შარდის ბუშტში ჩასასვლელში სფინქტერებია. შარდი ჩაიღურება და იკეტება. და შარდის ბუშტი კუნთოვანი ორგანოა, ნელა იწელება და რაღაც ზონამდე რომ გაიწელება და რეცეპტორები რომ შეიგრძნობენ რომ მეტი ვეღარ იწელება, მაშინ ვეძებ ტუალეტს აცრაფოთ, ხო? აი ესე გროვდება ორივე თირკმლიდან ჩადის. ანუ ორი მილია? ორი თირკმელია, 2 მილია, ყოველ თირკმელს თავის შარდსაწვეთი აქვს, რა თქმა უნდა. და ცისტიტის დროს რომელი ადგილი? ცისტიტი არის თვითონ შარდის ბუშტის ლორწოვანი სანთება. ურეთრიტი არის შარდის ბუშტიდან რომ გამოდის შარდს საიდანაც გამოვხობთ იმ მილის სანთება. ეს არის ქვედა საშარდე გზების სანთება. ცისტიტი არის თვითონ შარდის ბუშტის სანთება. და საშველი თუ არის ცისტიტის? როგორ არის ცისტიტი არ არის დიდი პრობლემა. როგორ არა ხალხი წლები იტანჯება? წლები იმიტომ იტანჯებია, სადაც ანტიბიოტიკს გამოიყენებთ, იცოდეთ რომ ანტიბიოტიკი არის პრობლემა. ანტიბიოტიკი გამოიყენება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით. ცივილიზებულ მედიცინაში ანტიბიოტიკს არ იყენებენ ესე უპრაღუნო და უაზროდ. იმ დღეს იყო პაციენტი მყავდა ჰელიკობაქტერია მაქო დამიდგინესო, არაფერს კი არ მაწუხებდა, მაგრამ დამიდგინესო და 1/3-ზე უარესი მძიმედ მოქმედი ანტიბიოტიკი ქონდა ანიშნული. ის რომ დაანგრევს ფლორას როგორ აღვადგინოთ არც ვიცი. და რამდენი ხანი დაჭირდება. და ანტიბიოტიკი საშარდე ბუშტის ხო, ცისტიტის დროს ნიშნავენ პირდაპირ. როცა არსებობს არა ანტიბიოტიკური საშუალებები, ანტიბიოტიკოსაწინააღმდეგო სულფანილამიდები, თუნდაც იმუნომოდულატორები, სცენარიული საშუალებები საკმაოდ კარგად მუშაობს. და პირდაპირ უნიშნავენ ანტიბიოტიკს. ეს სერიოზული შეცდომა კი არა, ეს არის დანაშაული პაციენტის მიმართ. მისი მიმართულად მისი ჯანმრთელობის შერყების მიმართულებით. ცისტიტზე თუ შველის მაინც ეს ანტიბიოტიკი? არა, შეიძლება უშველოს, ახლა გამორიცხული არ არის, ხა ზოგ შემთხვევაში რა თქმა უნდა უშველის. მაგრამ ეგ იგივე ვარიანტია ახლა რომ ბუს გაეკიდო ზარბაზნით რა, ეს როლო ბალისტიკური რაკეტა. რო ახლა ლოგიკა არ მესმის რა, როცა ბუს შეიძლება ბუს საკლავი ჩაარტყა და მოკლა. უნდა ახლებთ იგივე თალაც შეიძლება იგივე. ხო, რა უშველოთ ამ ცისტიტს? ბევრი რამე, ჩვენ თუ ბადებიდან იძახით, ისე ვთქვათ, ინფლუენსე, ფუკოიდონი, ევენჯერი, ფორესტორი, ითერნიტი, ბალანსდე მათ შორის. სხვა ისინი ჩვენი ფორმულების გარდა? ფორმულების გარდა იგივე პოდარკო შეიძლება ძალიან ეფექტურია. ვთქვათ, ინფლუენსა და პოდარკო. ხო, პოდარკოს ისე აღარ უშვებს და იგი აიჰერბზე ნახე ახლა გამოწერე, გავტესე ძალიან კაია. რა მაინტერესებს, თბილად ჩაცმა, აი ფეხი არ გაუცილდეს ცისტიტზე. ხო, ბევრისგან გამიგეროს თუ თბილად არ მაქვს ეგრევე. არა პირდაპირ გზით ზემოქმედება ხდება. როდესაც თბილად არ არის, მაშინ იმუნური სისტემა უფრო განსხვავებულად ფუნქციონირებს და უფრო ძიმეთ იბძვის. ძიმეთ მდგომარეობაში ამავე დროს შეცივების დროს სპაზმები იწყება სიზარღვების, რაც თავისუფლად ცირკულაციას არღვევს, მათ შორის შარდის ბუშში, რაც შესაბამისად, სადაც კი ცირკულაცია ერგვა, იქ ბაქტერიები მძლავრობენ. არაპირდაპირ გზით მოხდება მასზე ზემოქმედება. თვითონ სიცივე არ იწვევს ცისტიტს. სიცივე ქმნის იმ პირობას, რის დროსაც ცისტიტი შეიძლება გამწვავდეს. ანუ ცოტა ზემოთავალე ხა სიცივის დროს ხელები მტკივა, კუნთები მტკივა, ეს პრინციპია? არა, მათ შეიძლება სხვა პრობლემა იყოს. არის ავტოიმუნური დაავადებები, რომელიც პერიფერიულ წვრილ სიზარღვების აზიანებს ან ნერვულ დაბოლოებებს აზიანებს. ის დროსაც ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რომ სიცივის დროს წვავდება ეს დაავადება. რეაგირებს. ხო, არის ესეთი დაავადებები, შეიძლება იყოს დაავადება, შეიძლება ავტოიმუნური დაავადება იყოს, ან მის საწყისი ეტაპი, ან ერთ-ერთი ფაქტორი არაპირდაპირ, თქვა სიზარღვოვანი პრობლემა, პერიფერიული ამავე დროს აი ინსულინ რეზისტენტობის ზუსტად წვრილ სიზარღვებში, კაპილარებში ისედაც დარღვეულია ცირკულაცია და სიცივის დროს სპაზმი იწყება, შევიწროების წერება, კიდევ უფრო ძიმდება მდგომარეობა. ანუ ბევრი სიტუაცია, ბევრი რამე შეიძლება იყოს.